ქვეყნებს შორის კავშირების გაზრდა, შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ამ საკითხებზე თურქმენეთში გაეროს კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს. საერთაშორისო ღონისძიებაში 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები და მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო საქართველო. რა როლი აქვს ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის განვითარების პროცესში? დელეგატებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და სტრატეგიულ მდებარეობაზე ინფორმაცია პრემიერმა მიაწოდა. ამ კონტექსტში ნახსენები იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი და მშრალი პორტები. ხაზი გაისვა საქართველოს როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის მნიშვნელობას. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ სამომავლო პარტნიორობა ზღვაზე გასასვლელის არ მქონე 8 ქვეყანას შესთავაზა. პარალელურად გაემართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. მოამბე თურქმენეთიდან პრემიერის ვიზიტ სალომე ქოქიაშვილი აშუქებდა, რომელიც ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება. სალომე. საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე ქვეყნის უძველესი ისტორიული მისამართი დღეს სრულად ახალ შესაძლებლობებს ხსნის. არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის, ვინაიდან დღეს სწორედ საქართველოზე გადის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და ამ დროისთვის ყველაზე უსაფრთხო გზა. ეს კავშირები კი როგორც ევროკავშირს, ისე მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნებს დღეს ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. მაგალითად თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამოდენიმე წლის წინ გამოწვევების ფონზე ევროკავშირმა ახალი ენერგოპარტნიორებისა თუ სავარჯიშო პარტნიორების ძიებისას ფოკუსი უკვე ცენტრალურ აზიაზე გაასწორა და შესაბამისად დაიწყო ურთიერთობების ახალი გზა. სწორედ აი ამ გზაზე არის დღეს საქართველო, რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ როლს დაკავშირებადობის ნაწილში. ამავდროულად დღეს გაეროს მაღალი რანგის კონფერენციის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ის, რომ საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები. გეგმები, რომელიც იქნება მომგებიანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ როგორც ევროკავშირის, ისე აზიის სახელმწიფოებისთვის და აქვს ამბიციური გეგმა უბრალოდ ტრანზიტული ქვეყნიდან გარდაიქმნას ერთგვარ მულტიფუნქციურ ჰაბად და იყოს განუყოფელი ნაწილი ეკონომიკური ციკლისა, რომელიც ახალ, ასე ვთქვათ, ათვლას იწყებს ბოლო წლების განმავლობაში. დღეს პრემიერ-მინისტრმა ამ თემებზე, საქართველოს როლზე, ახალ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რუკაზე და მის ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა როგორც კონფერენციის ფარგლებში ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას, ისე ამ თემებზე საუბარი გაგრძელდა ორმხრივი შეხვედრების დროსაც და უკვე როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩვენთან საუბრისას თურქმენეთში ქალაქ ავაზაში ვიზიტი შეაჯამა, თქვა ის, რომ საქართველო ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამბიციურ გეგმებს, რომელმაც სარგებელი უნდა მოუტანოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კონტინენტის ორსავე მხარეს. საქართველოს აქვს ისტორიულად საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენ ისტორიულად ვაკავშირებდით ერთმანეთთან დასავლეთს და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას და დღეს ეს როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი რთული მოვლენების ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ვითარდება. ხო, არაერთი კონფლიქტია ჩვენს გარშემო. ამ პირობებში საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში და შესაბამისად საქართველო დღესაც ასრულებს განსაკუთრებულ როლს დაკავშირებადობის კუთხით და მომავალში კიდევ უფრო მეტად შეუძლია ამ როლის გაძლიერება. ამისათვის ჩვენ ვაღრმავებთ პოლიტიკურ და სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან და როგორც მოგეხსენებათ, არაერთი ვიზიტი შედგა, მათ შორის ჩემი მონაწილეობით ამ მიზნით, ასევე ეკონომიკის მინისტრს ჰქონდა გასული ერთი თვის განმავლობაში არაერთი ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში. სწორედ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა ყველა ეს ღონისძიება და ყველა ეს ინიციატივა. მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. სწორედ დაკავშირებადობაზე იყო ფოკუსირებული გაეროს კონფერენცია, რომელიც თურქმენეთში ქალაქ ავაზაში მასპინძლობდა 3000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის 20-ზე მეტი ქვეყნის პირველ პირს, სახელმწიფოს მეთაურს და შესაბამისად ეს კონფერენცია იძლეოდა ძალიან კარგ საშუალებას ამავდროულად ორმხრივი შეხვედრების გამართვისთვისაც. რაც შეეხება თავად დაკავშირებადობას, ამ თვალსაზრისით დღეს ტრიბუნასთან ჩამოსული ლიდერები, სტუმარი ლიდერები საუბრობდნენ ორი მიმართულებით. ერთი ეს იყო მათი ქვეყნის უშუალო პოტენციალი, რომელსაც ისინი სთავაზობენ, ასე ვთქვათ, დანარჩენ მსოფლიოს და მეორე ამ პოტენციალის ათვისებაში განსაკუთრებით ტრანზიტული ქვეყნების როლი. ამიტომ ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ მაშინ როდესაც ვსაუბრობთ ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაზე და უმოკლეს გზაზე ევროპასა და აზიას შორის, რომელიც სწორედ საქართველოზე გადის, შემთხვევითი არც ის ყოფილა, რომ დღეს ტრიბუნასთან მისულმა არაერთმა სტუმარმა ახსენა და ისაუბრა შუა დერეფნის პოტენციალზე.
ადგილი, სადაც უდაბნო კასპიის ზღვა სხდება. სწორედ ქალაქ ავაზაში 3000-ზე მეტი სტუმარი მსოფლიოს ყველა წერტილიდან. მათ შორის 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ერთად ეძებს სახმელეთო და საზღვაო კავშირების უკეთეს, უფრო მოსახერხებელ და უსაფრთხო გზებს, როგორ უნდა დაუკავშირდეს აზია ევროპას და პირიქით. ყველა გამომსვლელმა, რომელმაც დღეს გაეროს ტრიბუნით ისარგებლა, ეს შესაძლებლობა ორი რამისთვის გამოიყენა: საკუთარი ქვეყნის პოტენციალზე საუბრისთვის და ტრანზიტული ქვეყნების მნიშვნელობის ხაზგასმისთვის, რომელთა როლიც განსაკუთრებულია. მით უფრო მაშინ, როცა თანამედროვე გამოწვევების, ომებისა და კონფლიქტების ფონზე აზიას და ევროპას მეტი კომუნიკაცია და გაცილებით მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა სჭირდებათ. ჩვენ გვაქვს ცოდნა და შესაძლებლობები. ერთად ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ისტორიის ახალი თავი. ავაშენოთ ახალი ეკონომიკა, მდგრადობა და საერთო კეთილდღეობა. ჩვენ დღეს შეგვიძლია გარდაუქმნათ გეოგრაფია და წინაღობების ნაცვლად შევქმნათ ხიდები. არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ ხალხებისთვის, რათა შევქმნათ უკეთესი საერთო მომავალი. ცენტრალური აზიის გამოცდილებით ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ გეოგრაფია არ განსაზღვრავს ქვეყნის ბედს. პარტნიორებთან ერთად ყაზახეთი მუშაობს გაზარდოს რეგიონალური დაკავშირებადობა და ხელი შეუწყოს გრძელვადიან, მდგრად განვითარებას. ჩვენთვის პრიორიტეტულია ახალი სატრანსპორტო დერეფნების და ტრანზიტული ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორებიცაა სამხრეთული მარშრუტები და შუა დერეფანი. ჩვენი გრძელვადიანი მიზანი მოიცავს სარკინიგზო, საგზაო და საჰაერო ქსელის განვითარებას. შუა დერეფნის განვითარება დღეს ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის ქვეყნების ძირითად პრიორიტეტებს შორისაა. ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველო. და მაშინ, როცა ჩნდება შეკითხვა ევროპისა და აზიის ქვეყნების მეტი კავშირების თემაზე, რა აქვს საქართველოს სათქმელი სხვა ქვეყნებისთვის, პასუხი რუკაზე იძებნება. ახლა გაცილებით მეტი ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა ევროკავშირმა რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და ენერგოდივერსიფიცირების გზების ძიება დაიწყო, გააქტიურდა კავშირები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ბუნებრივი განსაკუთრებით ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებთან. 2 თვის წინ ევროსტრუქტურების ლიდერები თავად ეწვივნენ სამარყანდს, რომელმაც ევროკავშირ ცენტრალური აზიის პირველ ისტორიულ სამით უმასპინძლა და ახალი სავაჭრო შეთანხმებებიც გააფორმეს. ამ შეთანხმებების განხორციელებას საქართველოს სჭირდება, როგორც შუა დერეფნის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ერთადერთი უსაფრთხო მარშრუტის ქვეყანა, რომელსაც თავის მხრივ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ევროპისთვისაც და აზიისთვისაც და სატრანზიტო ქვეყნებს შორის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოარჩევს: ბუნებრივი გეოგრაფიული მდებარეობა ზღვაზე წვდომით და მოქნილი ეკონომიკური გარემო, რომლითაც ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებს ლიდერობს. ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ისტორიულად წარმოადგენდა ბუნებრივ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ჩვენ განსაკუთრებული სიამაყით ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არ მქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად გვაქცევს, რომელიც კონტინენტებს აერთიანებს და ბაზრებს აკავშირებს. ევროპული ბიზნესისთვის საქართველო ყველაზე მოკლე სახმელეთო მარშრუტს წარმოადგენს, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისკენ, არამედ ცენტრალური აზიისა და უფრო ფართო აღმოსავლური ბაზრებისკენ და პირიქით. ჩვენი აღმოსავლელი სახმელეთო მეზობელი ქვეყნებისათვის საქართველო გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ევროპის კარიბჭეა, თუმცა მხოლოდ კარიბჭეობა საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ ეს კარიბჭე ეფექტიანი იყოს. სატრანზიტო ოპერაციების ეფექტიანობა მოითხოვს გააზრებულ პოლიტიკურ არჩევანს, სტრატეგიულ ინვესტიციებსა და მომსახურების მაღალი ხარისხისადმი ერთგულებას. სწორედ ამ გზას ადგას საქართველო უკვე 10 წლეულზე მეტია და შედეგებიც ამას ადასტურებს. ჩვენი ძალის ხმევა უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის სრული მზაობის მქონე ქვეყნების ახალი შეფასების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს წამყვან 3 ქვეყანას შორის მოიაზრება 2024 წლიდან სინგაპურსა და ესტონეთთან ერთად. ჩვენთვის საამაყოა, რომ გლობალურ ლიდერებად მიგვიჩნევენ რეგულირების ხარისხით, საჯარო სერვისების ეფექტიანობითა და ოპერატიულობით. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში, მხოლოდ 9.9%-იანი განაკვეთით. გარდა ამისა, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის ინდექსში. ჩვენ შევქმნით ბიზნეს გარემო, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან, ტექნოლოგიურად განვითარებულია და
სანდოა კორპორატიული მართვის თვალსაზრისით. საკუთარ სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გაუსვა ხაზი. მაგალითად იმას, რომ ბუნებრივი მოცემულობა საქართველოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მთავარ დერეფნად აქცევს, თუმცა ქვეყანას, რომელიც ამ პოტენციალის განვითარებისთვის მუშაობს, აქვს მეტის ამბიცია იქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად, რომელიც კავშირს გაუიოლებს ევროპისა და აზიის ქვეყნებს. ამავდროულად კი სატრანზიტო როლთან ერთად ქვეყანას რეგიონალური ღირებულებების ჯაჭვის განუყოფელ ნაწილადაც გარდაქმნის. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლის ღრმაწყლოვანი თუ მშრალი პორტები. როგორც პრემიერ-მინისტრმა კოლეგებს გაეროს ტრიბუნიდან უთხრა, ეს პროექტები არა მხოლოდ საქართველოს სატრანზიტო როლს აძლიერებს, არამედ სარგებელი მოაქვს მთელი რეგიონისთვისაც. საქართველოს ხედვა არის ნათელი. არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ. ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი, კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი. ჰაბი, რომელიც დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ეს გულისხმობს შესაძლებლობების განვითარებას სასაწყობო მეურნეობებში, გადამამუშავებელ საწარმოებში, ამწყობ საამქროებსა და რეალიზაციის ქსელში, რაც საქართველოს უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან აქცევს რეგიონალური ღირებულებათა ჯაჭვის განუყოფელ ნაწილად. ეს მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს ზღვაზე გასასვლელის არ მქონე პარტნიორებისთვის. ეს არის ურთიერთმომგებიანი მოდელი, სადაც ეფექტიანობის ზრდა სარგებელს აძლევს რეგიონალური ვაჭრობის ეკოსისტემის ყველა მონაწილეს. ძვირფასო დელეგატებო, საქართველო არ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მომხმარებლები. ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკური ციკლის აქტიური მონაწილე. ჩვენი სტრატეგიული მიდგომა სატრანზიტო და სავაჭრო სფეროში ქმნის მდგრად და პროგნოზირებად გარემოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის. ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო საზოგადოების განვითარებაში. ეს არის ვალდებულება ვიყოთ იმ გამოწვევების დაძლევის საშუალება, რასაც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნები ეჭიდებიან. იმაზე, რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს დანარჩენი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, საუბარი გაგრძელდა ორმხრივ შეხვედრებზეც. მათ შორის მასპინძელი თურქმენეთის პირველ პირთან, სადაც პირისპირ შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტებს გაესვა ხაზი. სამომავლო თანამშრომლობის განვითარება და ქვეყნისთვის მეტი სარგებელი იყო უზბეკეთის პირველ პირთან შეხვედრის მთავარი თემა. კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს მეზობელი და მეგობარი ქვეყნების, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან საუბრის საშუალებაც ჰქონდა. კეთილმეზობლურ და პარტნიორულ ურთიერთობებთან ერთად ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და კვლავაც განაგრძობს რეგიონში სამშვიდობო მისიის შესრულებას. კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა შედგა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთანაც. თანამშრომლობა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ერთობლივი ძალისხმევა, მსოფლიოსა და რეგიონში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. საუბრის დასასრულს ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ამ ქვეყნებთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, სწორედ დაკავშირებადობის კუთხით, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის. ჰქონდა ასევე შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, მათთან ერთად საუბრისას იმსჯელეს იმ ახალ გზამკვლევზე, რომელიც ქვეყნებს დააკავშირებს სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტი და აღნიშნული ღონისძიება კიდევ ახალი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით. კავშირის ახალი მოსახერხებელი და უსაფრთხო გზების ძიება. ამ თემებზე აქცენტით გაეროს მაღალი დონის კონფერენცია ოფიციალურად დღეს დილით გაიხსნა. ქალაქი ავაზა კიდევ 2 დღე უმასპინძლებს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან, თუმცა მაღალი დონის დელეგაციები თურქმენეთს ნელ-ნელა ტოვებენ. კონფერენციაზე მუშაობა დაასრულეს ქართული დელეგაციის წევრებმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც, რომელმაც ამჯერად გაეროს მაღალი რანგის ტრიბუნა გამოიყენა იმის სათქმელად, რომ საქართველო გრძელვადიანი მშვიდობისა და განვითარების გზას ირჩევს, არა მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, არამედ საერთო კეთილდღეობისთვის, რომელიც ერთნაირად სასარგებლო უნდა იყოს კონტინენტის ორსავე მხარეს.